თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. კურდღელაურს, სადაც 1500 ოჯახი ცხოვრობს, წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება. სოფელში წყალი კვირაში ერთხელ მხოლოდ 1 საათით მოდის და ისიც არსებული ქსელის დაზიანების გამო სასმელად არ გამოიყენება. წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია თელავის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლეობის ნაწილს წყალი 5-6 საათიანი, ნაწილს კი 8 საათიანი გრაფიკით მეწოდება. ამ პროექტის განხორციელების შედეგად კი თელავის მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი და სასმელწყლის ხარისხი. ხოლო სოფელ კურდღელაურის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება. კურდღელაურში რეაბილიტაცია უტარდება ამორტიზებულ ქსელს, რომლის საერთო სიგრძე 70 კილომეტრია. შენდება 3 ახალი რეზერვუარი, გაკეთდება 2 ახალი ჭაბურღილი. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თელავის მუნიციპალიტეტში თელავის მუნიციპალიტეტისა და სოფელი კურდღელაურის მოსახლეობისათვის ახორციელებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს. პროექტის ღირებულება არის დაახლოებით 7 მილიონი ლარი. იცვლება, რეაბილიტირდება 70 კილომეტრის რადიუსის მილები, რაც საშუალებას მისცემს სოფელ კურდღელაურს, ეს არის დაახლოებით 1500 მოსახლე, რომ წყალი მიიღონ ფაქტიურად 24 საათიანი გრაფიკით.